დღეს ვიღებთ არსის სამყაროს ყველაზე ცნობილ, ყველაზე საინტერესო, ყველაზე გამძლე და ყველაზე მხიარულ მანქანას Traxxas X-Max Ultimate-ს. როგორც Mercedes-ი G-Class არ უცვლიდა, ასე ვთქვათ, კუზავებს, ასევე Traxxas-მაც X-Max-ი კი არ შეცვალა, უბრალოდ შიგნით შეეცადა ამ ყველაფრის გაუმჯობესებას. მაგალითად, თუ იყო 6S-ი, შემდეგ გამოვიდა 8S-ი. ესე ცოტა თქვენ ენაზე რო გადავთარგმნოთ, ვინც არის იჯერ ამ სფეროში და ვერ ერკვევით, აი დაახლოებით ესე ვიტყოდი, რომ 6-დან 0 ძრავი და 8-დან 0 ძრავი. მაგრამ ნახეთ რა გამოიწვია ამ გარვადან 0-ებამ, როგორც ნამდვილ მანქანებში არის ხოლმე, რა თქმა უნდა, რაღაცები მე ვერ უძლებდა. მაგალითად, ეს ყუმბარები და კარდანებს რო ვეძახით, აი ზუსტად ის ნაწილები, ლინკები, მე მგონი წეროებს ეძახიან ხოლმე ქართულად თუ სწორად მახსოვს. და ისე მოხდა, რომ რაღაც კიდევ შემდეგ ეტაპზე უნდათ გადასვლა და არა მარტო იმიტომ რომ გაეძლო, ისედაც ძალიან გამძლეა და ის უბრალო 8S-იც და 6S-იც ძალიან გამძლე არის. იმის და მიუხედავად რომ Ultimate-ები არც ერთი არ არიან. მაგრამ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ის, რომ სხვადასხვა ბრენდები, როგორებიცაა Arma, Losi, სხვათა შორის ამ ბოლო დროს Red Cat და კიდე სხვა ბრენდები იმდენად იხვეწებოდნენ, რომ რა თქმა უნდა, სათანადო კონკურენცია უნდა გაეწია ამას იმათთვის, მაგრამ მე რომ მკითხოთ, იმათ აქვს საფიქრალი ამას რომ გაუწიონ კონკურენცია. როგორც ვიცი, 6S X-Max-ები ახლები საერთოდ აღარ გამოდის. 8S X-Max-ები დაახლოებით ღირს სტანდარტები $1000 და ის ბოლო ვერსია ცოტა გაუმჯობესებული როა $1100, ხოლო Ultimate ღირს $1500. ნუ ამიტომ ღირს $1500 Ultimate, რომ ძალიან ბევრი რამ აქვს უკვე გაუმჯობესებული, რომ მაქსიმალურად გაუძლოს დიდ ექსტრემალურ მართვას. ხშირად ადამიანები აკეთებენ ესეთ რამეს, იყიდიან იმ $1100 ან $1000-იან 8S, შემდეგ იწყებენ ამ ყველაფრის დააპგრეიდებას და რა ხდება? დაახლოებით ეს ყველაფერი არის გაწელილი, არ ვიცი, ერთ თვემდე დროში, იმის მერე აწყობა, წვალება, ჩამოტანა, გამბაჟება, მოკლედ მთელი ყველაფერი და დაახლოებით $1000 პლუს ზემოდან უწევთ ხოლმე. რა გამოვიდა? დაახლოებით $2000 დაუჯდათ X-Max-ის გაალტიმეიტება. ხოლო როდესაც ყიდულობ პირდაპირ Ultimate-ს, შეყიდულობ $1500-ად. რა გამოდის? გამბაჟებაშიც ნაკლებ სიხდი და მოკლედ მანქანაც უკვე გამზადებული, ქარხნულად აწყობილია. რითი განსხვავდება Ultimate-ის სხვა დანარჩენებთან? ხო, პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ 6S-ი ზოგადად აღარ უნდა იყიდოთ დღესდღეობით. დავიწყოთ. პირველი. ეს არის საბურავები, რომელიც ასე ვთქვათ, გარშემოწერილობით არის ცოტათი უფრო გაზრდილი ვიდრე ის 8S-ის სტანდარტული და საშუალებას იძლევა HR-ში უკეთესი მართვისა. შემდეგი ჰაბები, აი სტუპიცები, მე რავი, ესე არის მე მგონი საქართველოს ცნობილი სტუპიცები, მე ჰაბები ვიცი, ასე ვთქვათ, ამ სფეროში ესე მოიხსენიებთ ხოლმე. ჰაბები უკვე ალუმინის აქვს, აი ეს ჭიაგები, ლინკები ალუმინის აქვს. რაც შეეხება ეს კარდანებიც უკვე უფრო ღრმარი და უფრო სქელი არის ოდნავ. რაც თავარია კიდე ხიდი, რაშიც არის მთლიანად მოთავსებული ეს რაღაცა კაბურა, რაშიც მთელი ეს კბილანები დევს. ეგეც ალუმინის არის, მომხვევი არ ვიცი იმედია ჩანს, აი აქ. მომხვევიც არის ალუმინის, აი ეს ალუმინი მაგალითად ეს ჩვენი დაყენებულია, შეცვლილია და თვითონ ვიზუალიც აი ეს განსაკუთრებულად ლამაზი ვიზუალი, რომელიც ეხა ამ კონკრეტულ მანქანას აქვს, ესეც არის Ultimate-ის ვიზუალი. ერთი სიტყვის აღარ მინდა ძალიან ბევრი ლაპარაკი, ერთი სული მაქვს. როდის დავტესტავ და მე მგონი ჯობია რომ წავიდეთ და ახლა მოვედით ტყეში. წარმოვიდგინოთ, რომ მეგობრებთან ერთად გავედით ტყეში და როგორი იქნება X-Max. იდეაში ტყეში უფრო დეზერტ ტიპები ქაჩავს ხოლმე. შევამოწმოთ რა და ნახოთ რა ემოციები ექნება აქ. ცოტა ოპერატორი დავაშავე, მაგრამ ძალიან დიდი სხვაობა. ჩვეულებრივ 8S-სა და ამის შორის არის ძალიან დიდი სხვაობა. აი ახლა მივხვდი ეს საბურავები რამხელა როლს ამაშავს. იმიტომ რომ აქ სპეციალურად მოვითმინე არა და
ძალიან დიდი ხანია ჩამოყვანილი მყავს და სპეციალურად არსად არ გამყავდა რომ რეალურად მენახა თქვენთან ერთად ეს ყველაფერი. აუ, საოცრებაა. ოხოხოხო. უო! თავი. ხო, ეხლა მაგალითად კამერა რო არ მეხებდეს უფრო აგრესიულად მართავდი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ძალა აქვს მეგობრებო და აი ეს კენჭები დაბლა რაც ყრია, სულ თავში და მოკლედ კამერაში და ასე შემდეგ ხვდება. ახლა მინდა გაჩვენოთ, წერა ვამიყირავდა მანქანა და მინდა გაჩვენოთ, მაგალითად შორს ამოყირავდა ეს მანქანა. და გეზარება რომ მიხვიდე, მაგრამ რა თქმა უნდა, ხა ყველა სიტუაციაში ამას არ გაიმეტებ. აქ არის ერთი ჯადოსნური ღილაკი, რომელსაც საწერია set. ეხლა ნახეთ. თვითონ წავედით. ტრამპლინები ამ მანქანის უძლიერესი მხარეა. მოვედით დედაენის პარკში. რა თქმა უნდა და გავტესტოთ რა შეუძლია მანქანას, იმიტომ რომ მე უკვე გითხარით, ტრამპლინები ამ მანქანის უძლიერესი მხარეა. დავიწყოთ. არხი გამოიწერე. ეხლა გამოიწერე. საერთოდ თავიდან გამიმარო. არხი გამოიწერე. ზარის ღილაკის გააქტიურე, მაგარ ვიდეოებს დავდებ. მიდი რა გააკეთე, არ დაგიზარო, წავედით. უკაცრავად. მე იქ მეზარება წასვლა უყურეთ. შენი მიზანი. სამა, დაგერხა. სოიაი. რა მანქანა არ მიტარებია. ესე არაფერი არ მართობს. იმე ყველაზე მაიმუნი, ყველაზე ცანცარა მანქანაა. დახერხა, გაიყო. წამოდი. აბა, ასვლა. იმენა საკონელია ჩავლებული. ესე იგი, ხალხო, აი თუ გიდათ რომ იმენა იკაიფოთ, გაერთოთ 1000 სიგიჟე და სისულელე აკეთოთ, უნდა გყავდეთ X-Max-ი, აი ეს მანქანა. კიდე ტრამპლინი. მოკლედ, ჩვენ დღეს აქ ძალიან კარგად გავერთეთ. კიდევ ოპირებთ გართობას წავედით. ოპა! მე მეთკინა. ეხლა შევამოწმოთ რა გაუფუჭდა. შევამოწმეთ არაფერი. ესე იგი ჩემი ოპერატორი მთავაზობს რომ მოდი შევეჯიბროთ რომ ქროსარსის ხო გავასარიო და. მომიცი. ხო და ეხლა რითი სარგებლობს რა? აქ ხო სრიალა არის დაბლა. და მაგრამ ცალი ხელით გამიჭირდება ორივეს კეთება. მზად ხარ? ვიწყებთ. 3, 2, 1. არა, ვერაფერიც ვერ გაასრო. ამჯერად შენ აღიარე რომ უბრალოდ დამარცხდი. აზრი არ აქვს. ცალი ხელით მიჭირს. დაიტრიე. ბიჭო, მეც მისრიალებს რა ამეებს ხო ასე. ო, კია, შენ რო ისრიალებს. ახლა. აქ ვახტია რა, აი. სადაბა?
ახვი რა. კენა მაგარი ლეთი განა ხო ერთხელ გაკეთებული მე. ვაიმე. აუ გაძრა. რატო დადგეს ეს რაღაც? დაიწყე. მოკლედ, საოცრება, საუკეთესოა, ყველაზე მაგარი მანქანაა. კაი, მეტი რა გაქნას? რა გაქნას? მითხარ, იმენა ყველაზე მაგარი ტიპია ვაფშე. ეხა იქ დგას მანქანა. თუ წინა სალტოს გავაკეთებ, არხი გამოიწერე. და თუ ფეხზეც დადგება სწორად, მაშინ ზარის ღილაკის გააქტიურე, დავიწყოთ. კაი, გამოწერას მეყოფა. დავიღალე, წავედით ეხა სხვაგან და ნახოთ სხვაგან რას იზამს. ამ მანქანისთვის ხრეშის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ ზოგადად დიდად არსი მანქანებს ხრეში არ უყვართ. იმართება, აი ეგ არის უცნაური, რომ ხრეშიც იმართება ეს მანქანა რა. უბრალოდ რატომაც მე არ მიყვარს ხრეში, იმიტომ რომ თავში მხვდება ხოლმე. საკონელია. ძალიან კაია. აი, არ ვიცი ხალხო. მართლა საოცარი მანქანა არის. იმდენ საოცარი მანქანა არის, ეხლა შენ წესით არხი უნდა გამოიწერო. სხვადასხვა ერთი მომენტი კიდე, აი ეს მუხრუჭი რა. მე ზოგადად ხშირად ვამბობ, რომ არ მიყვარს ეს ტრაქსასის ელექტროობა, მაგრამ აი ეს სანდოობა, რომ ეხლა ერთხელაც გაჩვენებ, აი რომ ზუსტად იცი, როგორ და რანაირად დაამუხრუჭებ. ანუ შენი რაღაცა ჩარეების გარეშე მოყვება, ასე ვთქვათ, ქარხნიდან წავიდა. ან რაღაცნაირად მართვადია რა. მოკლედ წავედით ხოლმე. მოვედით ჩვენს საყვარელ ტრეკზე. ესე იგი, ჩვენი მიზანი არის გავიგოთ რეალურად რამდენად შეუძლია მანქანას ტრეკზე სიარული. იმიტომ რომ რეალურად ამ მანქანის საქმე ტრეკზე სიარული არ არის. ესე იგი, X-Max-ის სტარტის ხაზზე დგას უკვე და ჩვენ ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც შეგიძლიათ ნახოთ, Arma Mojave versus Traxxas UDR-ი, სხვადასხვა ძალიან საინტერესო ვიდეო. ერთ-ერთი ტესტი მათ შედარების დროს იყო რა? 2 წრეს ვარტყავდით და რომლით უფრო კარგ შედეგს დავდებდით. საშუალოდ იყო 16 წამი. ეხლა ნახოთ, რას იზავს X-Max-ი ამ ტრეკზე. წავედით. რამდენია? ხატო, ბიჭო, თქვენი წამი. შანსი არ არის. თქვენი წამი მართლა. ხატო, ხარ ხატო. ძალიან მაგარია. იმენა მხეცია. ამ მანქანაზე არავის ზედმეტ ცუდი არაფერი თქვა. ამ მანქანამ Arma Mojave-ს მოყვარულებო და Traxxas UDR-ის მოყვარულებო. სახე გააძრო. იმენა დააჩოქა. თან პირველ მცდელობაზე. იქ მახსოვს, ორჯერ და რაღაც სამჯერ დავდიოდით თუ რაღაცა მე და არა, ხო, ორჯერ დავდიოდით. მე და ბაჩორო რაღაცა უკეთეს შედეგი დაგვედო და პირველ მცდელობაზე სახე გააძრო. ეს არის ნამდვილი მონსტრი! მოვედით გრუნტზე და ეხლა დადგება ძალიან დიდი ბუღი. იმიტომ რომ ეს საბურავები, ეს მანქანა და ეს საშინელი ძალა, რომელიც ამ მანქანას აქვს, ამისთვის არის შექმნილი.
რაღაცა სტრანად გამოიყურება, წამო. ხოდა ვერ ადგა თავ. ოპა! აუ, ბიჭო, ხوارდა. როვერ ხედავდი? გიტარა. აი, ამიტომ ბრმად არ უნდა ხდებოდე, მაგრამ აბა, სხვანაირად ლამაზ კადრები არ გამოდის. ოიმე, მარტო გიტარა არ ყოფილა, ლინკის როდენდი. აუ, X-Artist-ზე ზუსტად გამიტყდა, ხო არ გადაო. ვიდეოს რო ვიღებდი, იქაც ეგ გამიტყდა. მოკლედ, მე ამ მანქანას გავაკეთებ, მაგრამ გაკეთებამდე ჯერ გეტყვით ჩემს შეფასებას, თუ რას ვფიქრობ ამ მანქანაზე, ოღონდ აქ არა, სანამ მე ჭრდილში წავედით. რა კაცი დაეცა და რა კაცი წაგვექცა. ნახეთ, რა საწოდავა დგას. წავედით. მოვედით ახლა. ჩემს სახელოსნოსთან რა თქმა უნდა. უფრო კარგად შევხედოთ მდგომარეობას. ესე იგი, გატყდა გიტარა, როდენდი, როგორც X-Artist მოუვიდა, ნუ პრინციპში ეს აღდგენადია და ბამპერის გატყდა. და მაგრად გავერთე. ეგ იმის ბრალი იყო, რომ ვერ ვაკონტროლებდი იმაზე რომ ავხტი რა ტრამპლინზე. იქით როგორ ეშვებოდა, ეს მანქანა ხო ჰაერში სწორდება. ეხლა მე რა ვიცოდი იქ როგორ ეშვებოდა და თურმე X-Artist-ით ცალფეხზე დაეცა და მივიღეთ ეს შედეგიც. იმის და მივხედავთ რომ ისიც გაფუჭდა, ისიც გაფუჭდა. მოკლედ, მაინც კაი ხასიათზე ვარ და რატო არ ეხლა კაი ხასიათზე. ეს მანქანა არის ჩვეულებრივი ანტიდეპრესანტი. რა მანქანებს სოფლიო ტოპ მოდელები მყავს და კიდე სხვებიც მიტარებია, რომლებიც მე მყავს, მაგრამ ესეთი ანტიდეპრესანტი მეორე არ არსებობს. ესე იგი, რატო მოხდა ეს ფაქტი? იმიტომ მოხდა ეს ფაქტი, რომ ვერ ვხედავდი ეს მანქანა ჰაერში მართება და მე ვერ ვხედავდი რა მდგომარეობაში იყო და ის ერთადერთი შემთხვევა, როცა ერთადერთი შემთხვევა, როცა შეიძლება რომ ეს მანქანა გაფუჭდეს, აი ზუსტად ის შემთხვევა მოხდა. პრინციპში X-Artist-ს დაახლოებით ეგეთი ამბავი იყო. იმის და მივხედავთ რომ ეს არის X-Max Ultimate და ნიშნავს ძალიან დააპგრეიდებულ. კიდევ ბევრად ექვემდებარება დააპგრეიდებას და ის ბრმა შემთხვევებიც კი უკვე მისთვის პრობლემა აღარ იქნება. გამოვწერ ნაწილებს, იმ upgrade ნაწილებს, რომლებიც იმდენად გააძლიერებენ ამ მანქანას, რომ საერთოდ ვეღარაფერს ვეღარ დამართებ. გინდა არასწორად დაეცი და მოკლედ რაც გინდა ის უქენი. ხო და თუ გსურთ რომ ეს ყველაფერი ნახოთ, თუ როგორ ვაკეთებ, საიდან ვიწერ, რანაირად ვააპგრეიდებ და რა ნაწილებით, ამისთვის საჭირო რომ გამოიწერო არხი, დაალაიქო ის ვიდეო, გააზიარო და რა თქმა უნდა ზარის ღილაკის გააქტიურო. შეჯამება ერთი სიტყვით საოცრება. ეს მანქანა გრუნტზე არის, არ ვიცი, ალბათ ყველაზე დიდი ანტიდეპრესანტი. აღარ დაგჭირდებათ ის კორვალოლი თუ რაღაც წამლები რო აღარ დაგჭირდებათ, უბრალოდ X-Max გამოიყვანეთ გრუნტზე ატარეთ და შვიდად ხარ. არ იმართება X-Max-ი ყირავდება, ვინ ყირავდება? ტარება ისწავლეთ, არაფერი არ ყირავდება. სახე ახია თუ არა იქ ჩვენ პატარა ტრეკზე, არმა მოჰავეს და კიდე იმას UDR-ს ხო ახია სახე. ხო, კაი, ჯანდაბას ასფალტზე ცოტა სყირავდება. ნუ, არ არის ეს მანქანა ასფალტის და თუ მაინც და მაინც ასფალტი გინდა, მოუჭირე ამორტიზატორებს და იმასკენი გაახისტე საბურავებიც. ნუ იქნება ესეთი MT-ები, ატეც არ არის MT-ებია და რაღაცა ცოტა X-Artist საბურავებიან, რაღაცა დააყენე და მე იქაც აღარ ამოყირავდება, რა პრობლემაა. და მარტივად გეტყვით რა. 1.5 მასშტაბის მანქანებში და არა მარტო მაგ მასშტაბის მანქანებში. დედამიწის ზურგზე არც ერთ მანქანას არ დაუდია ის შედეგი და არც ერთ მანქანას არ გაუცნია არსის სამყარო ისეთ დონეზე, როგორც ჩემმა ლამაზმა X-Max-მა დადო. ასე რომ, ეს მანქანა არის შედევრი. და ბოლოს, როგორც ვიცით, მიდის გათამაშება, მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ვიდეოს კომენტარებში და კიდევ წინა 4 ვიდეოს კომენტარებში დაწეროთ სიტყვა გათამაშება, იმიტომ რომ ძალიან კარგი საჩუქრები გელოდებათ. არხი გამოიწერეთ.